საღამოშიდობის მადლობას მოგახსენებთ თქვენს შესანიშნავ სტუდიაში და აუდიტორიასთან მოწვევისათვის. Ai am სტუდიამ რომ არსებობა გააგრძელოს და ჩვენს აუდიტორიას ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ალტერნატიული ხედვები, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას დიქტატურისკენ სვლა ასეთი დაჩქარებული ტემპით, როდის რა კონდიციამდე მივა. თუმცა მანამდე მაინც როგორც ჩანს, პოლიტიკური პარტიების და ზოგადად პოლიტიკური აქტიურობის შეზღუდვის მიმართულებით უფრო სწრაფი ნაბიჯები იდგმება. ჩვენ წინასწარ არ ვერ ვივარაუდებდით იმას, რომ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში ასეთი დაჩქარებული წესით დაიწყებოდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მათ შორის საკონსტიტუციო შესწორებებით სვლასაც ითვალისწინებს და საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი თავისთავად. დაემთხვა ისე, რომ თქვენ წინასწარ ვიყავით შეთანხმებული, რომ დღეს იქნებოდა ჩემი გადაცემის სტუმარი. შეიძლება ბევრმა ახალგაზრდამ, რომელიც ახლა გვიყურებს, არც იცის, რომ პირველი კონსტიტუციის 1995 წელს მიღებული კონსტიტუციის მუშაობაში თქვენ ძალიან დიდი წვლილი მიგიწვით. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეც იყავით მაშინ, სარედაქციო კომისიის თავმჯდომარე ბრძანდებოდით. და რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკოს გისვავთ ამ შეკითხვას, მაგრამ ამავე დროს როგორც აი ამ პირველი კონსტიტუციის ერთ-ერთ შემოქმედს. რა ხდება ახლა, როგორც კონსტიტუციურ ნორმებთან, ასევე ზოგადად ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების ცვლილებასთან დაკავშირებით? დიდი მადლობა. უპირველესად რახან ზოგადობა ახსენეთ სავსებით სწორად, უნდა შევაფასოთ 4 ოქტომბერი. 4 ოქტომბერი, კი ბატონო, მეც ალკე ვაპირებდი ამას საუბარს, მაგრამ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ამით დაწყებას, რადგან ეს იყო ქართველი ხალხის უდიდესი ტრიუმფი და გამარჯვება. ასეულ ათასობით ადამიანი გამოვიდა მშვიდობიანად რუსთაველის პროსპექტზე, დედაქალაქის ცენტრში. მე ახლა 30 წელია მიტინგებზე ხალხის თვლისმეტი არაფერი გამეკეთებია და ამას ნამდვილად პასუხისმგებლობით მოგახსენებთ, რომ თვითონ ოჯახიდან ერთი დელეგატი მაინც იყო რუსთაველზე და ამან გამოიწვია ისტორიული შედეგები, მეგობრებო. მოხდა რეჟიმის მიერ სპეცოპერაციად დასახელებული ადგილობრივი არჩევნების შედეგთა ნიველირება, გაუქმება, ლეგიტიმაცია ვერ მიიღო არჩევნებმა. ეს პირველი შემთხვევა იყო მრავალტანჯული ქართული საარჩევნო პროცესების ისტორიაში, როდესაც ხალხი გამოვიდა არჩევნების დღეს და ჩაშალა არჩევნების შედეგი, რის გამოც ვერავინ ვერ გაბედა მისი ლეგიტიმურად აღიარება. არც არავინ არ იფიქრა და იქამდე მივიდა საქმე, რომ ჩამოსული ეუთოს თავმჯდომარე გუშინ თბილისში უარი განაცხადა, არ შეხვდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს. ანუ ხალხმა ისტორიული როლი შეასრულა იმ საქმეში, რასაც ქვია სამშობლოს დაცვა უზურპატორებისა და ოკუპანტებისაგან. ანექსიონისტებისაგან. ის რაც ხდება დღეს საქართველოში, ამაზე მე ვიმსჯელებთ, ალბათ გადაცემაში გვექნებათ, რომ არ არის ადგილობრივი მოვლენა, ეს ტალღაა დარტყმითი გეოპოლიტიკური იმპერიის ცენტრიდან, მოსკოვიდან, აი იმ ტალღას ებრძვის ხალხი, ეს ტალღა არ არის სუსტი და არ არის ისეთი იოლად ხელწამოსაკრავი, მაგრამ ჩვენი ხალხის გენეტიკური ბუნება 1000-წლეულები აწყობილია აი ესეთ ტალღების წინააღმდეგ ბრძოლაზე და 4 ოქტომბერი იყო ამის უდიდესი დასტური, როდესაც ვიმეორებ ხალხმა ჩაშალა სპეცოპერაციის შედეგები ადგილობრივ არჩევნებად სახელწოდებული და მეორე ამან დაძრა სასანქციო ოდნავ მიძინებული სასანქციო პროცესი ევროპასა და ამერიკაში და ალბათ ხედავთ და კითხულობთ ყოველდღე სენატორების ჩვენი მეგობარი კონგრესმენების განცხადებებს, რომ მეგობარი აქტი სასწრაფოდ უკვე გადაფარა უკრაინის მოვლენები, ღაზას მოვლენები, სხვა სერიოზული ამასობაში მადაგასკარში ხელისუფლება დაამხეს, პრეზიდენტი გაიქცა და მსოფლიო პრესა ისევ თბილისის ამბებს აშუქებს დღემდელ ამის. იმხელა მნიშვნელობის მოვლენა იყო და რაც მთავარია და მნიშვნელოვანი 2000 კოცის სია, მაღალჩინოსანი კოცის ევროკავშირს მზად აქვს, რომ მათ და მათ ოჯახის წევრებს სამუდამო სავიზო სანქცია დაადოს. ანუ აი ქართველმა ხალხმა 4 ოქტომბერს ისტორიული საქმე გააკეთა და მე მინდა თქვენის დებატით, ბატონო გეორგი, ქედმოხრით დაჩოქებით მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს,
იმ ღირსეულ მოქალაქეებს ჩვენი ქვეყნისა, ვინც რუსთაველზე გამოვიდა 4-ში, უამრავ შევხვდი ათეულ-ათასობით ადამიანს თვალში გაუყარეთ, გაუღიმეთ ერთმანეთს, ხელი დაუქნიეთ, სურათები გადავიღეთ, ფოტოსესიები, ყველაფერი რაც შეიძლებოდა იმ ფორმატში, მაგრამ ესეთი გემრიელი მადლობა თქვენი სტუდიიდან ნამდვილად დამსახურებულია. ეხლა, რა თქმა უნდა, ვიცი რა აზრი მოგივიდათ, რაც შეეხება იმ პრეზიდენტის ეგრეთ წოდებულ სასახლის შტურმს. ლოგიკურად ჩემი კითხვა უკავშირდება ჩვენ ვიცით რომ თქვენ საორგანიზაციო თქვა რგოლში არ მონაწილეობდით არანაირად, მაგრამ თქვენ და თქვენი მხარდამჭერები მონაწილეობას ღებულობთ მანიფესტაციაში. რა თქმა უნდა, მაგაში მონაწილეობას ღებულობდა ორბელიანის მთელი თბილისი, ოჯახიდან თვითონ წარმომადგენელი კოცების გარდა ალბათ. ორბელიანზე პრეზიდენტის რეზიდენციის წინ მომხდარ ინციდენტთან რამე შეხება ქონდათ? პირდაპირ ქონდათ როგორ შეეხასებთ იმას? პირდაპირ გეტყვით, ბატონო გიორგი, ახლა პოლიტიკური გამოცდილება ჩემზე არანაკლები კი არა, მეტი გაქვთ, პლუს ჟურნალისტური დამატებული კიდევ. ნებისმიერი მიტინგის დროს, რომელიც სტარდება, ან ვაპირებთ მოვიწვიოთ. თავარი პრობლემა აქ მოწვევა კი არ არის და ხალხი შეკრება. თავარი პრობლემა ყველა მიტინგში არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც იმ წუთში ითხოვს შედეგებს, გულით, სულით. შედეგები უნდა იმ წუთში დადგეს, თავრობა გადადგეს, რომელიმე შენობა დაიკავონ, რამე სერიოზული პრობლემა შეექმნას რეჟიმს და აი ამ ხედულობაში ყავთ არა რაღაცა პროვოკატორთა ჯგუფი, არამედ გულწრფელად დროულად გადაწყვეტილების მიღებისა და შედეგის მიღწევის სურვილის მქონე. აი ამ კატეგორიასთან გვიჭირს ყველაზე მეტად მუშაობა და მათი დარწმუნება რომ მოდი ახლა თავპირის სტროვის გარეშე დავიშალოთ და კიდე შევიკრიბოთ. აი ეს კატეგორია რომელიც ყველა აქციას ახლავს სოფლიოში, არ მარტო საქართველოში. ახლა ტრამპმა რო ჩაატარა ის აქცია კონგრესთან ნაწილი შევარდა კონგრესში. ყველაფერი დაანტულიეს, 5 კაცი მოკვდა. მართალი ახლა უშუალოდ დაუხრჩვიათ, მაგრამ გულები გაუსკვდათ იქ პოლიციის თანამშრომლებს და იმათ და ნენსი პელოსის კაბინეტი კონგრესის სპიკერის, სადაც დამყოფი ვარ, დაარბიეს და ნოუთბუქის გაუტეხეს იმ ძალიან სახელოვან ქალბატონ კონგრესის ხელმძღვანელს, ხო? ანუ ყველა მიტინგზე არის ასეთი მდგომარეობა. ამ შემთხვევაში ის რაც ჩვენ ნახეთ ორბელიანზე ეს იყო მე ახლა ასე მგონია და აბა დამეთანხმებით სასოწარკვეთილი თავგანწირვა სასოწარკვეთამდე მიიყვანა ხალხი აი ამ პუტინისგან გამოგზავნილმა დივერსანტმა, უზურპატორმა და ოკუპანტმა სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა და ჩვენ გვიწევს ყოველთვის იმ მიტინგებზე, აი განსაკუთრებით რაც ეს მოვიდა, ხო? განსაკუთრებული დამშვიდობა, ხალხო, დამშვიდეთ არ ადამიანებთან გვაქვს საქმე, მე რა დამავიწყებს გავრილოვის ღამეს, ხალხი გამორბოდა. აი უფროსი ასაკის ხალხი, პატარა ბიჭები კი არა მარტო, თავით ეჯახებოდნენ პარლამენტის სვეტებს და ერთს უთხრა რომ თქვენი შერყევით აგემართებათ და მოხდები სამწყობოში. ამ დონეზე მიიყვანა ხალხი დარწმუნებული ვარ რომ ეს არის დედამიწაზე არსებული სატანა. საჩვენებელი სატანა, აი ეს ციხეში რო ჩავსავთ ამას და ეს აუცილებლად მოხდება. უნდა მივაწევროთ რომ აი სატანა ადამიანის სახით ზის ამ გალიაში. აი ამ დონეზე მიიყვანა ხალხი და სახელმწიფო გადატრიალება, რა სახელმწიფო გადატრიალება? თქვენ სიცხე ხო არა გაქვთ? წეგლან თქვი, კონგრესში ხალხი შევარდა და იქ არ აღუძრია სახელმწიფო გადატრიალებაზე. კონგრესი აიღეს ფაქტიურად. იქ ხულიგნობაზე და იქ არაგანზრახული მკვლელობაზე მისცეს ვიღაცები პასუხისგებაში და უამრავი არც არ რა ქვია, ამასინათ საფრანგეთის სენატს მომიტინგეთა ნაწილმა მოიყვანა მაბატიეთ კანალიზაციის ავტომანქანა და შეასხე ეს სითხე სენატს. ისე ახაც არაწყენდათ ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. რომელი ხელისუფლებაა დავანებული მთელმა მსოფლიო მიცის თან ეს? ამ პრეზიდენტის სასახლეში, ამ კანცელარიაში, ამ პარლამენტში. სამივე შენობა რომ წაიღო, ხელისუფლება იქ არ არის. ხელისუფლება წაიღო ბიძინა ივანიშვილმა და დაალომბარდა კრემლში პუტინთან. ეს ყველა მისის. ამიტომ გზა, რომელიც ქართულ ხალხმა ერჩია და ჩვენ ავირჩიეთ, საპროტესტო მოძრაობა, წინააღმდეგობა, უწყვეტი და სასანქციო საერთაშორისო, აი ეს ორი მდინარება ამ რეჟიმს მოახჭობს და მიჭղელტავს. მაგრამ ექსცესები აი ამ პროცესებში, გვინდა არ გვინდა არის, მით უმეტეს ვიმეორებ, ეს სასოწარკვეთილი ადამიანების თავგანწირვა. აი ბატონ შალვა, რა შედეგები მოიტანა ამან? ერთის მხრივ თქვენ პირველ ნაწილზე ისაუბრეთ კიდეც და მრავალ 10,000-იანი მანიფესტაცია არის არსებული. 100,000-ზე მეტი ადამიანი იყო. შეუგუებლობის ბრძოლის გამოხატულება ქვეყნის
დასავლური ორიენტაციის, ერთგულების ნიშანი პირველ რიგში, მათ შორის სოლიდარობის ნიშანი, პატიმრობაში მყოფი სინდისის პატიმრებისა და სხვათა მიმართ. მეორეს მხრივ, აი უკვე საღამოს მომხდარი ის ინციდენტი ნაწილი თვლის, რომ შეიძლება ამან ოდნავ შეასუსტა პოზიციები იმ ადამიანების, რომლებიც ხარს უჭერენ საქართველოს, მათ შორის სასანქციო პოლიტიკის კუთხით, რადგან რეჟიმს გაუჩნდა რაღაცა ტიპის არგუმენტები და შესაძლებლობები, რომ ძალადობრივი აქციის, ძალადობრივი პროტესტის სახე მიეცა ამისთვის და თავისი მორალური უპირატესობა დროებით მაინც მოეპოვებინა. ჩვენ ნახეთ, რომ ესე არ მოხდა, დასავლეთის მხრიდან რეაქციები კვლავ თანმიმდევრულია და მკაცრია. პარალელურად რამდენიმე სკანდალმა ერთდროულად იფეთქა, მათ შორის სუსის უფროს მდინარაძის განცხადებებს ძალიან მკაცრი რეაქციები მოყვა ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, აგერეუთოს პრეზიდენტი ჩამოვიდა და საერთოდ რა მოყვება კიდევ ამას ჩვენ ნახოთ ამ დღეებში. აი უშუალოდ პროტესტის გაგრძელებაზეც რა შეგიძლია თქვათ და იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც ახლა მიიღება. რითიც დავიწყეთ ჩვენ საუბარი, როდესაც მიიღება სპეციალური ცვლილებები კანონში, კონსტიტუციის სულისკვეთების დამხობა ხდება აბსოლუტური და ფაქტობრივად გამოხატვის თავისუფლების კრიმინალიზება ხდება, პარტიების აკრძალვის წინაპირობები იქნება სრულიად უკანონოდ, ანუ ვიღებთ ლეგალისტურ ავტორიტარიზმს. თქვენ როგორც აი იურისტმა და პოლიტიკოსმა ერთდროულად თუ შეგიძლიათ ეს შევაფასოთ. ამ სივრცეში როგორ უნდა იოპერიროს, იფუნქციოროს პარტიამ, ლიდერმა, აქტივისტმა, ნებისმიერმა მოქალაქემ? არა, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ დიქტატურაა ქვეყანაში დამყარებული, ეგ ნიშნავს, რომ იქ ვერ ფუნქციონირებს პოლიტიკური პარტიები, ოპოზიცია ან არ არის, ან არის ძალიან სუსტი და ერთადერთი განმათავისუფლებელი ამ დროს არის ხალხი. არც პარტია, არც ლიდერი, არც ვიღაც ნიკიფორე, არავინ ხსნელი ამ დროს არ არის. ხალხი ითავისუფლებს თავს. ეს არის ისტორიის კანონი უძველესი პერიოდიდან, როცა კაცობრიობა გამოვიდა ტყიდან და დაიწყო ცივილიზებული ცხოვრების საწყობა ან ცდელობა და მოვიდა დღემდე. ამიტომ წინააღმდეგობა, სახალხო, დაუცხრომელი, შეუწყვეტელი და ვიმეორება ეს ჩვენ დაწყებული 12 წლის წინ სასანქციო პროცესი ერთობლიობაში პროტესტთან ხალხისა წალეკავს რეჟიმს უგზო უკლოთ და გადაანაცვლებს მათ აი იმ კაბინეტებიდან, სადაც ხალხმა ვითომ ღობე დააზიანა, ღობის დაზიანებაზე ვინ გძრავს დედამიწის ზურგზე საქმეს გადატრიალების მუხლით, ვინ აძლევს ამას პოლიტიკურ რაღაცა დიდი ანტიკონსტიტუციურ გადატრიალება მოახდინა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა. მიითვისეს სახელმწიფო უარყვეს ევროპაში ინტეგრაციის გზა, მიგვატრიალებს მოსკოვისაგენ, მიატრიალეს აბრეშუმის გზა ზანგეზურში, საქართველოსთან გადაიტანეს, ქვეყანაში აღარ დატოვეს სასამართლო, მასმედია, პოლიტიკური პარტია, ეს ყველაფერი ანტიკონსტიტუციური გადატრიალებაა. ქვეყანაში შექმნეს ვითარება, რომ მკვიდრი მოსახლეობა 50%-ზე ნაკლები გახდა და შემოიყვანეს იაფი მუშახელი აზია აფრიკიდან. ქვეყანაში შექმნეს ვითარება, რომ კორპუსები, ქალაქები და სოფლები შენდება არაბებისთვის. ეს ანტიკონსტიტუციური გადატრიალებაც არის და სახელმწიფო დანაშაულების მთელი პაკეტია, რო გადავხედოთ და ის პაკეტი აუცილებლად დამუშავდება მათ წინამდე. ვინ შეიძლება გააკეთოს კონსტიტუციური გადატრიალება მათ მეტმა. მათ ეს გააკეთეს, ეხლა ხალხის მცდელობა, რომ ქვეყნის ცხოვრება დაბრუნდეს კონსტიტუციის ჩარჩოებში. აი ეს პროცესი მიდის. ეს მთელი წინააღმდეგობა, ეს მთელი სასანქციო პროცესი დემოკრატიული სამყაროდან ემსახურება მიზანს, რომ საქართველოს დაუბრუნდეს სახელმწიფო სახე, დაუბრუნდეს ფერი პოლიტიკურ რუკაზე, რომელიც გაფერმთავებულია იმ დონეზე, რომ არავინ არ გველაპარაკება, არცად არ გვიწევენ, მხედველობაში მაქვს სახელმწიფოს და მის მეთაურებს. რადგან სთვლიან, რომ ხელისუფლება არის არალეგიტიმური, მათთან ურთიერთობის სურვილი არ გააჩნია არც პარტნიორ ქვეყნებს, არც არაპარტნიორებს, არც საერთაშორისო ორგანიზაციებს. აგერ ახლა შარმ-ელ-შეიხში მშვიდობის კონფერენცია ჩატარდა ტრამპის თავმჯდომარეობით, იქ მიიწვიეს ყველა, რა ვიცი, საქართველოს ხელისუფლების გარდა. მანდ იყო ფაშინიანიც, მანდ იყო ალიევიც, ფოტოსესიები ტრამპთან და დიდი სიყვარული და დიდი მეგობრობის ფიცვერცხლი და საქართველოს არჩევნა, იმიტომ რომ ამათთან არავის არ უნდა გამოჩენა და როცა გაძურებიან და ეს გაბურძგლული კობახიძე სადმე გაიპარება საერთაშორისო კონფერენციაზე და ცდილობს რომ ვიღაცას დაეკონტაქტოს, civilკივილით გარბის თურმე ხალხი რომ ამასთან სურათის გადაღება არ დაჭირდეთ, იმიტომ რომ იცის მსოფლიოს პოლიტელიტამ ქართული ხალხის რისხანი განწყობა მათ მიმართ და სრულებით არ უნდათ რომ მათზიან
მათ წარმდგენ ქვეყანაზე ეს იგივე გავრცელდეს. რა თქმა უნდა, ეს საკითხი ფეხებზე კიდე ევროპის ბაყაყ ორბანს, რომელსაც პუტინი აძლევს იაბ გასსა და ნავთობს და ამის გამო გადაიქცა ივანიშვილის რაბის მამობილად და ადვოკატად სხვა ამბავი, მაგრამ მთლიანობაში ისინი არიან იზოლირებული, ჩვენ დავკარგეთ სახელმწიფოს სახე და ეხლა წევან თქვი რომ გეოპოლიტიკური ტალღა გვირტყავს მეთქი. ეს არის ტალღა გეოპოლიტიკური. იწყება რუსეთის ახალი იმპერიული მოდერნიზაცია, ეს დაიწყო გაიხსნის წინ, მაგრამ ჩვენ დაგვარტყა პირველმა ტალღამ, დაგვარტყა 90-იან წლებშიც, აფხაზეთშიც, ცხინვალში, დაგვარტყა ვარდების რევოლუციის დროსაც, ეს იყო პირველი დიდი გამარჯვება პუტინის პოსტსაბჭოთა სივრცეში ორნაძეზე იყარა ჯავრი, ვინც დააშალა საბჭოთა კავშირი, ასეთულიან რუსები დღემდე, შემდეგ 2008-ში 2008-ში ჩვენ გავხდით პირველი მსხვერპლი და როცა აქ ექსპერიმენტი ჩატარდა წარმატებულად 2012-ში წარმატება გამოიხატება იმაში რომ პუტინმა შეძლო 20% ტერიტორიის ოკუპაცია სამხედრო საშუალებებით და დანარჩენი 80%-ის ანექსია და მithვისება განახორციელა ბიძინა ივანიშვილის ხელით და მთლიანად დღეს საქართველო არის დომინიონი რუსეთის სამართავი ტერიტორია, ფორმალურად დამოუკიდებელი, ფაქტიურად ღირსებაღრილი და სახელმწიფო წართმეული და ესენი წარმოადგენენ პუტინის კომენდანტურას, პოლიტიკურ კომენდანტურას, ეს ივანიშვილის, კობახიძეების, ეს ღარიბაშვილების და ყველა. აი პუტინის კომენდანტურა მოსაცილებელი, ანუ პრაქტიკულად აი საპროტესტო ტალღა არის ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი რომელმაც უნდა დააბრუნოს ქართული სახელმწიფო კონსტიტუცია და წესრიგი, მართლწესრიგი თავის ადგილზე. ეს რომ დაბრუნდეს, აუცილებელია ავადმყოფობის მოცილება. ავადმყოფობა არის ქოცხური რეჟიმი და სწორედ ამიტომ არის ქართული ხალხი 100,000-ობით გამოდის, არაერთხელ გამოვიდა. გახსოვთ იქ რიყეზე რომ გადაივსო ეს საოცარი მე მგონი 9 მილიონამდე კაცი იყო მაშინ გამოსული. ეხლაც 100,000-ობით არჩევნების დღეს თანხო წარმოგიდგენიათ. ამიტომ ეს ბრძოლა გაგრძელდება და აუცილებლად დამთავრდება რეჟიმის დამარცხებით და აი ბატონ შელო რა გაძლევთ ამ ოპტიმიზმის საფუძველს? თქვენ ახლა ახსენეთ რომ დიდ გეოპოლიტიკური ტალღებია. ტალღას ახასიათებს მოქცევაც და მიქცევაც. მაინცსა და მაინც მოქცევის დროს პირველი ამ ტალღამ მართლაც 2008 წელს ჩვენ დაგვარტყა. ხო, ხანდახან ჩვენ თუ უშუალოდ იმას. თავად პუტინის ხელი ძალაუფლების პიკში ყოფნის პერიოდში დასავლეთმაც ძალიან ბევრი რამ წაუყრუა, კვება და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა მივიღეთ სურათი, როდესაც მისი თითქოს პოტენციური მოკავშირე რაღაცა ხასიათების გათვალისწინებით ტრამპი ძალიან მკაცრად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ნეგატიურად. დღეს დიდი სამიტი არის ნატოს თავდაცვის მინისტრების ომის სამინისტროს, ასე დაერქვა თავდაცვის სამინისტროს ნაცვლად, შეერთებული შტატების ომის სამინისტროს მინისტრმა ჰექსეტმა ესავე გამონადგურებლები ვენესუელას თავზე, კი და ნუ იქაც რაღაცები ხდება და ესეც მინდა რომ თქვენ აგვიხსნათ პლენობაში როგორ ხედავთ რომ ჰექსეტი, რომელიც რუსეთთან მიმართებაში ყოველთვის დისტანცირებული იყო და იძახდა რომ ჩინეთი იქით და ევროპა მიხედოს და ასე შემდეგ, დღეს ძალიან მკაცრი განცხადებებით გამოვიდა, რასაც მოყვა უკვე რუსეთისგან, აი დუგინისნაირების რეაქცია, ბოლოს სიტყვებით ლანძღავენ ტრამპს, იძახიან რომ ჩვენ ვერ გვაიძულებენ, მაგრამ აი რას ვიზავთ, მაგას ვეღარ იძახიან ხო. უკუქცევის ეტაპი დაიწყო სინამდვილეში. რას უნდა ველოდეთ? რა ხდება? რა მასშტაბის გადალაგება მიდის? ევროპას რა როლი აქვს? უკრაინა რა როლს თამაშობს? ხვალ არა ზეგ ჩადის უკვე პრეზიდენტი ზელენსკი ვაშინგტონში დღეს უკვე პირდაპირ ითქვა რომ მომზადებულია გადაწყვეტილებებით ამაჰავკების მიწოდებასთან დაკავშირებით. აი როგორ ხედავთ ამას დიდ სურათში და საქართველოზე როგორ აისახება? ხო, საქართველოზე ისახება სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რადგან ცენტრი ვართ ევრაზიის და გასაღები ვართ კონტინენტის. ვინც აკონტროლებს საქართველოს, ის აკონტროლებს ევრაზიის კონტინენტს და ეს კონტინენტი არის დედამიწის მოსახლეობის 65% თუ 70%. შესაბამისად, ინტერესი ძალიან დიდია სახელმწიფოების, იმპერიების, ტოტალიტარული რეჟიმების ჩვენს მიმართ. და ეს ყველაფერი ერთი ტალღა არ გვირთყავს მარტო. გვირთყავს 4-ვე მხრიდან ეს ტალღები. ეხლა ეს რა ვითარების მომსწრევ ხდებით ჩვენ. 1954 წელს რუზველტი და სტალინი გარიგდნენ ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ, რომ მათი ფუნტი სტერლინგი არ ყოფილიყო მსოფლიო ვალუტა. ანგარიშწორების საშუალება. სტალინის მოგეხსენებათ არ ეშლებოდა ეს დიპლომატია, მოკლედ მოურიგდა რუზველტს მოიწვიეს ბრეტონ ვუდსის კონფერენცია, სადაც გამოცხადდა ამერიკული დოლარი სოფლიო ანგარიშწორების საშუალებად. და სტალინი რამდენიმე თვეში გამოვიდა იმ ხელშეკრულებიდან
ანუ ბრიტანეთს წაართვა ეგ ფუნქცია, რის შემდეგაც ბრიტანეთის კოლონიური იმპერია დაიშალა კიდევაც, როგორც მოგეხსენებათ და დღემდე ეს ვალუტა არის მსოფლიო, ასე ვთქვათ, ფინანსური რეგულირების საფუძველი და ფინანსური და მატერიალური რეგულირება მთავარი, ვინც ფლობს დოლარს გულისხმობთ ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, დოლარი. მე იამაიკის სტერლინგი ჩაანაცვლა გავლენა. დიახ, იამაიკის ხელშეკრულებებმა 70-იან წლებში ეს დოლარის ერთპიროვნული მონოპოლია განამტკიცა კიდევ უფრო მეტად. მოკლედ ისევ სტალინის იმებს ვიმკით ჩვენ. ხო. ეხლა რა სიტუაცია? დაიწყეს შეკოწიწება ბრიქსის, პუტინმა, ჩინეთმა, ბრაზილიამ, ინდოეთმაც დიპლომატიურად, მაგრამ მაინც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ის შოვინისტი პრეზიდენტი რო ყავდა სულ შავების უპირატესობაზე ლაპარაკობს და ეგ თეთრები ცოტა დაჩაგრულ სტადიაში არიან და ტრამპმა მისაგებად შენიშნა მოლაპარაკების დროს ამის გამო. პირიქით აპარტეიდის ნიშნები გამოჩნდა. უკვე თეთრების მიმართ. ხო, პირიქით აი გვახსენე. დიახ. და დაიწყეს ბრიქსის შეკოწიწება და მოუვიდათ იდეა რომ უნდა ვალუტა შეიქმნას დოლარის საწინააღმდეგო. ამან რა თქმა უნდა ჭკუიდან გადაიყვანა მთელი ატლანტიკური სამყარო, რომელიც სოფლიოს მართვას რეალურად და კონტროლს ახორციელებს დოლარის საშუალებით. ევრო მაინც დოლარის ტყუპისცალი უმცროსი ძმაა მინიმუმ და რა თქმა უნდა ეს მთელი ეს დაჯახება და ეს გარჩევები და ეს უკრაინის ომიც მათ შორის ბევრწილად გამოვიწვია აი სოფლიოს ხელახალი გადანაწილების მცდელობამ, სადაც ახალი პოლუსი ცდილობდა თავის ამოყოფას ამერიკის და ევროპის საპირისპიროდ. და ეს მთელი ეს ორომტრიალი და ქაოსი, რა თქმა უნდა, ჩვენ ზურგზე გადავიდა აგერ ირანი ჩაება აი ამ ბრიქსის და შანხაის სისტემაში, ის თურქეთიც, ერდოღანიც იქითაც არის და აქითაც არის თურქული დიპლომატიის საშუალებით და ჩვენ აი ამ რთულ ისტორიულ ვითარებაში, როდესაც დიდი მოგება შეგვეძლო აგვეღო, აი ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირებიდან მოხვდით პუტინის ტყვეობაში, რომელმაც მოახდინა ქართული სახელმწიფოს კრემლში დალომბარდება ივანიშვილის მეშვეობით და აღარ ვითვლებით პოლიტიკურ სუბიექტად, ვისაც შეიძლება დაელაპარაკო, ანგარიში გაუწიო, უპირატესობა და პრეფერენციები მიანიჭო, მოგება მიაღებიო და იპარტნიორო. იქამდე მივიდა საქმე, რომ დასავლეთი აღარ გვენდობა და ზანგეზურში ცდილობს გადაიტანოს აბრეშუმის გზა. ჩვენ ახლა მუშაობთ ამაზე ძალიან სერიოზულად, მთელი სოფლიოს პოლიტიკურ ელიტასთან რომ ეს არ არის საიმედო გზა და მართლაც არ არის საიმედო გზა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქამდე მივიდნენ ჩვენი პარტნიორები, აი ამათი მაყურებელი ახლა როგორი ამბავია, ყოველდღე გამოდიან და რაც არ უთქვია მაო ძედუნს, პოლ პოტს, ხოშიმინს, ტროცკის, სტალინს, ბრეჟნევს, ანდროპოვს, ჩერნეკოვს, აი ანტი-ამერიკელ ანტი-ევროპელებს იმად გადააჭარბეს 200%-ით ისეთი ლანცღვაგინება დააყენეს მაგ სამყაროში, რომელიც ერთადერთი ჩვენი ფარია, რომლის გამოისობითაც აფხაზეთი და ცხინვალი არ არის აღიარებული დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და ვერც ვერ ამებედავს, იმიტომ რომ ამერიკამ სანქციები დააწესა ამის აღიარებაზე და შესაბამისად ჩვენი უსაფრთხოების მომავლის და ხელშეუხებლობის გარანტორებთან გამოაცხადა ომი და ერთი სიტყვა რა მოუკნავლიათ რუსეთზე, ოკუპაციაზე ერთი პროტესტი არ განუცხადებიათ, როცა თუნდაც ის ბორდერიზაცია რო ჩატარდა სოფლიოს დასანახად და საერთოდ არ გაკარებიან იქაურობას და მე რო დავარბოდი იქით ხან იქით რუს ოფიცრებს გადმოხდებოდი, ხან აქეთ გადმოხდებოდი და აი ეგრე იმ პერიოდში ხო ერთი სიტყვა არავინ არ ჩასულა, კაი დღესაც გაუშვეს ისე უთოს თავმჯდომარე, არავინ არ გაყვა. ზელენსკი ჩამოვიდა ბათუმში ხო კონფერენცია, გავიდა ენგურის ხიდზე, არავინ გვერდით არ ედგა აბსოლუტურად უკრაინის პრეზიდენტს პირდაპირ მიადგა რუს მესაზღვრეებს. ეს ხელისუფლება ამას ქვია ქვეყნის პატრონი და უსაფრთხოების გარანტი. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენს თავს ჩამოწოლილი აი ამ რეჟიმის სახით და ამიტომ მისი მოცილება ეს არის რომ იტყვია ჩვენი გენეტიკური მოვალეობა, უბრალოდ ვიმეორებ შვიდობიანი მოცილება და კარგი დაგეგმა უნდა მიტინგებს და აქციებს, რომ რადიკალური ეხლა ახსენეთ წინაპირობები, მათ შორის ახსენეთ ბრექსის მცდელობები და ასე შემდეგ, მაგრამ ბოლო თვეების ტენდენციები, მათ შორის შარმ-შეიხის მშვიდობის კონფერენცია, ისრაელსა და ღაზას შორის მიღწეული შეთანხმება, რა თქმა უნდა ტრამპის ზეწოლითა და მედიაციით, არაბული სახელმწიფოების ჩართულობის ხარისხი, აბრაჰამის ხელშეკრულების გაცოცხლება და ესე ვთქვათ, მისი რეალიზების პერსპექტივების გამოჩენა, ევროპის მონაწილეობის ხარისხი ამ პროცესში, უკრაინის მხარდაჭერის ზრდა
ეს რა იმედებს გვისახავს ჩვენ საქართველოს და მათ შორის ახსენეთ ორი, ანუ აზერბაიჯანის და სომხეთის შემთხვევით არ იყვნენ იქ ალიევი საერთოდ პრეზიდენტ ტრამპის უკან იჯდა და რაღაც განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატა მის მიმართ, აშკარად იმსახურებს მისი მიღწევების გამო არანაკლებ ბატონი ფაშინიანის თავისუფლების გამო. ნუ მე ვამბობ როგორ თავის ქვეყნის ინტერესები და ძლიერ რეგიონალურ მოთამაშედ კიდევ უფრო გავიდა იმის ეკითხვა, მაგრამ ეს ყველაფერი, ანუ აი სამხრეთ კავკასიაში ორი ქვეყანა სახელმწიფო აქტიურად თანამშრომლობს სამშობლო ფორმატებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან ერთად, აზიის სახელმწიფოებთან ერთად. საქართველოს თქვენი თქმის არ იყოს მთლიანად არის ჩამოკიდებული რუსული დიპლომატიურ პოლიტიკური ჭრილის ქვეშ არის მოქცეული. რა თქმა უნდა, გაგვიხილავენ სანამდე შეიძლება ეს დარჩეს ასე. ხელისუფლებას განიხილავენ მოსკოვის დანამატად და სამართლიანად. რა არის ის დადებითი სიმპტომები ნაწილად დასავლეთ. ხო, რომელიც რუსეთს აი ამ გავლენების შენარჩუნებაში საქართველოში ხელს შეუშლის. ხელს შეუშლის აი ეს რაც ხდება უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი თუ აი კომპლექსში როგორ წარმოიდგინეთ? ომის შედეგებს ვერ დაველოდებით, იმიტომ რომ იქ ომი დიდხანს გაგრძელდება. სამწუხაროდ და საუბედუროდ განუსაზღვრელი შედეგებით არავინ არ იცის ღმერთმა ქნას ვილოსოთ რომ ეს არ გადაიზარდოს მესამე მსოფლიო და ატომურ ომში დანარჩენი ომი რასაც ქვია და რაც მიდის გაგრძელდება დიდხანს მას ვერ გააჩერებს ვერანაირი ტრამპის მონდომება და ვერანაირი სხვა სარაკეტო საშუალებები რადგან პუტინმა იმპერიის ყოფნა არ ყოფნა თავის არსებობასთან ერთად იქ შესულით შეაგდო სასწორზე და ამიტომ ნუ შუა დასგასაქცევი გზა და ლუფტი არ დაიტოვეს შესაბამისად ჩვენი ამოცანა რა არის? სოინდა რისკი დიდია მისთვის, მაგრამ მეორე მხრივ თუ ეს პროცესი ასეთი წვალებით წავიდა და მობილიზდა მთლიანი დასავლური რესურსი, ის რომ ეს დაიმსხრეს ეს სისტემა, რასაც დგას პუტინის ეს ხელისუფლება, ასევე რთული საკითხია. რა თქმა უნდა, ეხლა გლობალურ წინსვლას პუტინი ვერ შეძლებს, აი რაც მიზანი აქვს, რომ დაიკავოს ოდესა, ეს მათი ლურჯი ოცნება. ოდესა, ნიკოლაევი, დნეპრი, ხარკოვი სტულიან ამას რუსეთზე მეტ რუსეთად. აი ამის განხორციელებას ვერ შეძლებს, თუ არ გამოაცხადა საყოველთაო მობილიზაცია რუსეთში. რადგანაც მეორე მსოფლიო ომში, როდესაც საბჭოთა არმია აწარმოებდა დნეპრის ფორსირებას, ანუ აი ამ რეგიონების დაკავებას გერმანელებისაგან 4 მილიონი სამხედრო მოსამსახური მონაწილეობდა. 4 მილიონი. დნეპრი ძალიან დიდი მდინარეა და რთული გადალახვადი ომის დროს. ეხლა მეორე პრობლემა უდგას, თუ გამოაცხადა საყოველთაო მობილიზაცია, შიგნით შეიძლება უფეთქდეს ვითარება. ამიტომ რა თქმა უნდა, სერიოზულად არის გაჭედილი. არა აქვს საქმე სამხედროდ, მაგრამ ვიმეორებ, უკან დახევაზე ფიქსსაც არ გაივლებს თავში იმ მიზეზების გამო, რაც მოგახსენეთ. ხო და აი ამას მოგახსენებით, რომ თელ აი ამ სოფლიოში მონოპოლიისათვის, ბატონობისათვის, პრევალირებისათვის, კონტროლისათვის, უპირატესობისთვის ბრძოლის მოწმეები ვართ. ეს ჩაუგდო ტრამპმა ვალუტის შემოღება ბრიქსის ქვეყნებს, აი მაღალი ტარიფებით, რითაც ყოველდღე მუქრება, ზოგს 500%, ზოგს 200% მერე დაუკლო დაბლა ეს სამაგრო იმ ბრიქსიდან გაიყვანა. ანუ ეს მთელი გეოპოლიტიკური ჭიდილი და ჯახია ვიმეორებ, რა დროსაც ჩვენ შეგვეძლო გაგვემტკიცებინა ჩვენი მდგომარეობა წარმოუდგენლად მაღალ დონეზე აგერ ახლა გული მოუგდება კაც 10 თეთრი დააზვირდა დღეს პური. პური შეიძლება ზვირდებოდეს საქართველოში, ჯერ ჩვენი ზურები გვაყრია თავზე. მე აგერ ყაზახეთი რუსეთანაც შემოაქვთ, რა ვიცი, იმდენი ხორბალი. უკრაინიდანაც, ხო? როგორ შეიძლება აქ პური ზვირდებოდეს და თვითონ მე პურმა განაცხადეს, რომ ფქვილი არ გაძვირებული და პური რატო გააძვირესო? გააძვირეს, იმიტომ რომ ის პურის გამომცხობელი, გამყიდველი, მსხვილი ოლიგარქები, რომელსაც უწოდებენ გაძვირდა 52 ლარამდე გაიზარდა. ადრე გაძვირდა, ეხლა არ გაძვირდა. ახლა გეუბნებით მე. ახლაც გაძვირდა, გქონდა ჩვენი ინტერვიუ, მაგრამ თვითონ მისი ფასიც გაიზარდა როგორც. ფქვილი არ გაზრდა. ან ფქვილი რატო უნდა გაზრდილიყო? არც საფუძველი ობიექტური არ არსებობს და შესაბამისად ხალხს უკვე 10 თეთრით მეტის გადახდა მოუწევს ისედაც ძლივს გააქვს თავი და გაქცევაზე უჭირავთ თვალი და ღმერთო დაგვიფარე რომ ხალხი აღარ გავიდეს აქედან და დაიწყოს უკან დაბრუნა მალე დადგეს ეგ დრო ამ დროს ესე იგი პენსიონერებს უმატებენ 20 ლარს და პარლამენტის წევრებს 5200 ლარს უმატებენ
სასწაული ამბავი და ამ დროს გერმანიაში ნება მისცეს პენსიონერებს იმუშაონ და 2000 евро არ იბეგრება საერთოდ. ანუ შუქნის სახელმწიფო პირდაპირ თავის პენსიონერებს 2000 ევროს და ჩვენთან პენსიაზე გასვლა ნიშნავს უკვე საიქიო გზაზე დადგომას, პენსიაზე ამათ მიგდებულ თეთრებზე ჩამოკიდებას, სიდუხჭირეს და ოჯახის სხვა წევრების შეწუხებას რომ შეინახონ და ან წამალი უნდა პენსიონერს, ან კურნალობა, ან ემერტეს გადაღება უნდა და არაფრის დიდებით ეს პენსია 2-3 დღეც არ ეყოფა ტყვებაზე. აღარ არის საუბარი კიდე სხვა მოთხოვნილებებზე, რაც პენსიონერი შეიძლება ქონდეს, იგივე თეატრში წასვლა, იგივე მოგზაურობა და ახლა სიამოვნებს, მაგრამ თან კეთილი შურით. იმ შურს ევროპა, ამერიკაში პენსიონერებს რო აქვთ ორგანიზაციები შექმნილი, უიკენდებს ერთად ატარებენ, შეხედავ ჯანმრთელები, აი ესეთი ნავარჯიშევი, საღიფერი რა ხდება ჩვენთან ხალხო ქუჩაში რომ მივდივარ და ვაკვირდები ადამიანებს ფერი არ არის ნორმალური არ არის ჯანმრთელი ფერი არ არის ხალხის სახეზე მე ხო მახსოვს თბილისში შოყო გვახსოვს აი ესეთი ჰოლივუდი გეგონებოდა რო გაივლიდი ჯერმატო რუსებს გულუსკდებოდა შურისგარო как хорошо у вас одеваются как зарубежда უახლევსი მოდები და ხალხის ფერიანი ნორმალური არანევროზული ფაქტურად გაანადგურეს ერი და ეხლა გამოდიან და გეუბნებიან წადით გერმანიაში კარტოფილით ხარეთო ან ეს ახალგაზრდობა აქ ვინძებდნენ და წავიდნენ და ევროპაში ამერიკაში ეძებონ სამუშაო ამას გვიცხადებს პირადად ივანიშვილი და მისი ფილოსოფოსია და ფილოსოფოსი რო არის წვერიანი კაცი რა გვარია რო წერს მისი სახელით რო აწეს ხელს იმ ბინზურ პასკვილებს ანტიამერიკულს და ანტიევროპულს სხვათა შორის მაგას მეორე ინიციალი აქვს კიდე ივანიშვილის ბიძინა დვალი დედამისი ხო დვალიშვილი ყოფილა იქიდან აიღო ინიციალი და ისეთი ანტიამერიკული ბუღი ტრიალებს იმ წერილებში რომ არ ვიცი ახლა თუ ამერიკელებმა წაიგითხეს და სადმე ქვეყნდება ეს რეპორტიორში ხო ნუგზარ ფოფხაძის 9 აპრილის თავარი ჯალათი ეხლა რომ დაჯდა ამათი მეკავშირეა რუსეთთან და მთელი ეს იდეოლოგიური პოსტულატები და ეს რაც იწერება ღრმა კრემლისტური პოსტები მის თავშია მოფიქრებული. ეს არის მთავარი იდეოლოგი, ცეკას დევანი იყო იდეოლოგიის დარგში და 9 აპრილის მთავარი ორგანიზატორი. ხო, ამიტომ დაგვიბრუნდა რუსეთი, მოკლედ 9 აპრილამდელი რუსეთიც კი დაბრუნდა აქ არის. თანაც დაბრუნდა ქართველების ხელით. ვაი ქართველების ხელით. და ეს ახალი არ არის 21 წელში. აქ რუსები კი არ ჩამოსახლებულან. ქართველები მოუძღუდენ იმ ჯარს. მოუძღუდა ორჯონიკიძე მოუძღუდა. ერთი სპეციფიური კითხვა მაქვს თქვენ. მათ შორის გენერალი ლესელიძეც. მათ შორის აი ლეიბორისტული პარტია და სხვა შორის ძალიან მინდა რომ ის სახეებიც ხო მათ შორის არა იმიტომ რომ თქვენი შვილი იყო ამ შემთხვევაში უბრალოდ თქვენი ვაჟის აქტივობა რაღაც პერიოდ ძალიან საინტერესო იყო სოციალური საკითხების და საერთაშორისო დონეზე ლეიბორისტული პარტიის აქტივობის კუთხითაც. ახლაც ვიცი რომ ჩართულია, მაგრამ არ ჩანს რადომღაც ტელევიზიით და სხვებიც კიდე მე გვარები არ მინდა რომ ვინმე გამომჩნდეს, მაგრამ მაინც ლეიბორისტული პარტია იმის გამო რომ სოციალურ თემებზე აქცენტირებული პარტია არის, თქვენ უფრო ესეთი კარგი შემხებლობა გქონდათ და გაქვთ შედარებით ასაკოვან მოსახლეობასთან ჩვენი საზოგადოების. აი როგორ ხდება, ან რატომ ხდება და როგორ უნდა უწამლოთ პოლიტიკურად იმას, რომ აი ეს ძველი საბჭო რუსული ნოსტალგიაზე კაპიტალიზებას ახდენს ხელისუფლება რეჟიმი, რომელიც თავისი არსით კი არა, უბრალოდ ფორმითაც ისეთ ფუფუნებაში აცხოვრებს საკუთარ თავს, რომლის მსგავსიც არ ღირსებია და არ მოსწრებია საქართველოს უახლეს ისტორიას. აი, როგორ ახერხებს ამას და იმ ხალხს რას ეტყოდით, რომლებსაც ზუსტ ანტიდასავლურ სენტიმენტებზე უგებენ რაღაცა ტიპის შიშებს სიძულვილს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, როდესაც თვითონ რა ვიცი რა საბჭოური ცხოვრების წესი მათ შორის იმას მაინც ნიშნავდა რომ ცეხავიკები იქნებოდა თუ რაღაცა ფულს რო აკეთებდნენ ასე საჯაროდ ამის გამოჩენის ეშინოდათ არ ცხენოდათ როგორც მინიმუმ. აი როგორ ხდება ეს ყველაფერი? ამ ასაკოვან ადამიანებს რას ეტყოდით? ასაკოვანმა ადამიანებმა ძალიან კარგად იციან რომ კი როგორ არის ანუ კომუნისტების დროს საბჭოთა კავშირის დროს აი ასეთებს ვისაც ჩვენ ვებრძვით მაბადე და შუბშიტყვი არ აცდებოდა 15 წელი ციმბირში გადასახლებით. აი ასეთ ღორებს, ოლიგარქებს, ტაცებლებს და გამნიავებლებს. ეს ძალიან კარგად უფროსმა თაობამ და ეს რო იციან, ამიტომ რუსთაველის პროსპექტზე პირველად ამ წლებში მეტი იყო შუა და უფროსი თაობა. და ჯენზი იყო უფრო ნაკლები. ადრე როგორც წესი პირიქით, ჯენზი პროცენტულად გამოდიოდა მეტი.
ეს ხალხმა ჩვენმა ბრძენმა ხალხმა შესანიშნავად იცის. ეხლა პრორუსულობას რაც შეეხება ეხლა მეც ამ გაგებით არ მეჯერება რუსეთი. მე მიყვარს რუსეთი, მისი ცივილიზაცია, მისი ლიტერატურა, მისი კულტურა, მისი ოპერა, მისი ყოფა, მისი ბუნება და ეს საოცარია როგორც იმ ტიუდშოვმა თქვა, ერთიანი არხშენით რუსეთს ვერ გაზომავ და გონებით ვერ გავუგებ. ეჭვი მაქვს თქვენ რაც გიყვართ ის უფრო რუსეთის ევროპულ ცივილიზაციასთან თანამშრომლობის და სინთეზის შედეგია. ხალხად ეგრეც არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემს აღზრდაში ინტელექტუალურ აღზრდაში ასპირანტურა იქ დავამთავრე და დიდი როლი შეიტანეს რუსულ ინტელიგენციამ. საერთაშორისო სამართლის სპეციალობით, იქ იყო ელიტა მთელი მოსკოვის და უყვარდათ საქართველოს, იცოდნენ ჩვენი ისტორია, ახლა იქ გარეთ ვინც დადის და იქ რაღაცა 2-3 ჭიქარო აინტერესებს, იმას შეიძლება აღარ აინტერესებდეს, მაგრამ იქ სხვა დონე იყო. ვიმეორებ, პატივს ვცემ და მიყვარს ეს ქვეყანა და ეს ხალხი. მაგრამ არ ვცემ პატივს, არ მიყვარს და შევებრძოლები ოკუპანტ რეჟიმს, რომელმაც რუსეთის ოკუპაციას მოახდინა. და რუსეთი გადაიყვანა პუტინის რეჟიმმა დემოკრატიული გზიდან, რომელზეც მიდიოდა ეს 90-იან წლებში იყო მრავალპარტიულობა, იყო ასხოდოსხობა, იყო ოპოზიციური ტელევიზიები, ყველაფერს დედა უტირა ოპოზიციური ტელევიზიებიდან დაწყებული, ოპოზიციით გაგრძელებული, აი რასაც ახლა აკეთებს აქ ივანიშვილი, იგივე გააკეთა პუტინმა რუსეთში, ოღონდ უფრო ხანგრძლივი ვადაზე გაიჭიმა ეგ და მან გააკეთა უფრო სწრაფად. ოღონდ იმად რესურსებიც ჰქონდათ შესაბამისი თვითმკმარი ეკონომიკის, განსაკუთრებით ენერგო სოციალური საკითხები მოაგვარეს ნაწილში. ანუ იმან და რაღაცა ტიპის ესე ვთქვათ დავარქვათ ამას მეგაიდეაც ჰქონდათ, ხო? იმ გაგებთ რომ იმპერიის აღდგენა და ასე ეს იდეა. ესენი რაზე დგა? ან რა რესურსებზე, ან რა იდეას. და რატომ ძლებენ აქამდე? ეს ისეთი იდეა მეგაიმპერიის აღდგენა, რომ რუსი ამის მეგა ნარატივი ჰქონდათ მათ. კი, რუსი ამის გამო მოითმენს შიმშილს, გაჭირვებას, ყველაფერს მოითმენს ძერჟავა და ახალი მიწების შემოერთება. ეს ამას რომ გადაუგდებ რუსის, ყველაფერს აიტანს. აი აქ ყოველ შემთხვევაში ისეთი ვითარება, რომ არავითარი იდეაც არ შემოუგდიათ. ერთადერთი იდეა იყო ის, რომ საოცარ დემოკრატიას ააშენებდა, მართლა საოცარ დემოკრატია და მთლიანად გამოგონდა. მაგაზე აღარ ვლაპარაკებდი, მთავარი მაინც იყო, რომ მშვიდობა შევინარჩუნებ და ომი არ გიქნებ. ნუ ახლა ეს არავის არ ჯერა უკვე, ესეთი პერიოდი შეიძლება ვიღაცა ჯეროდა. დღეს ჩვენმა ხალხმა, რომელიც არის საოცრად ინტელექტუალური და საოცრად აი მიწისგულში რა ხდება ის იციან, შეიძლება არ ამბობდნენ, მაგრამ ხვდებიან, ძალიან კარგად იციან, რომ პირველად დადგა ამ 1000 წლებში ეპოქა, როდესაც საქართველოში ომი არ აწყობს არავის. არ აწყობს თურქეთს, იმიტომ რომ ეკეტება გზა პანთურქული სამყაროსაგან, სადაც დღეს ერდოღანმა მოაწერა ბრძანებას ხელი და მთელი თურქულენოვანი ქვეყნები გახადა ფაქტურად თანასწორი თავისი მოქალაქეების და უზბეკს, ყირგიზს, ყაზახს, თურქმენს, აზერბაიჯანელს უფლება აქვს ჩავიდეს თურქეთში იმუშაოს, იცხოვროს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, ანუ ჩვენს თვალწინ იწყება მეორე გეოპოლიტიკური ტალღა ჩვენს სამხრეთით თურქული იმპერიის აღდგენის სახით. ეს პირველი ყლორტებია, რასაც ჩვენ ვუყურებთ და სამწუხარო ის არის, რომ ამ პროცესშიც ძალიან ცუდად გამოიყურებით, არა მარტო იმად, რომ გუშინ წავაგეთ სამარცხვინოთ თურქ ფეხბურთელების გუნდთან, სად იყო თურქეთში ფეხბურთი, აქ რომ ფოთში დაიწყეს თამაში ბრიტანელმა მეზღვაურებმა შემოიტანეს და სად იყო თურქეთში კინემატოგრაფია, როდესაც აქ ჩვენ სოფლო დონის ფილმებს ვიღებდით და დღეს მთელი საქართველო უყურებს თურქულ სერიალებს და თანაც იდეოლოგიური დივერსია. ბრწყინვალე საუკუნე, ასე არ ქვია იმ სულთნის ცხოვრებას, რომელმაც კონსტანტინოპოლი დაიპყრო და კონსტანტინოპოლი და ბიზანტიის დაცემის შემდეგ საქართველოს გადაეკეტა გზა ევროპისაკენ და იმიტომ მოხვდა ჯურმულში, აი დღემდე ამ ვითარებაში ვართ და ვერ გამოსულვართ. ანუ ეს მეორე ტალღა იწყება. თურქო-ცენტრული აღქმის ხედვა არის. ჩვენი პრობლემა, ჩვენსაც ვერ ვიღებთ. გასაც ვიღებდით, იმასაც ვეღარ ვაფინანსებთ კი არა და ასე შემდეგ, ხო. ეს ისტორიული ბედია მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ უტვინო და მტერი რეჟიმი რო შეხვდა ამ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, ეს ძალიან საშიშია და ბევრად სიფრთხილისაგან და ბრძოლის უნაროვნების ამაღლებისაგან მოგვიწოდებს ეპოქა. ხო და აი ამ ფონზე პანთურქული იმპერიის აღდგენას ჩვენ ხვდებით ასევე წამგებიან პოზიციაში. იმ გაგებით რომ ცდილობენ წაგვართონ აბრეშუმის გზა გადაიტანოს ზანგეზურში, რის გარეშეც პანთურქული სამყარო ვერ დაკავშირდება ხმელეთით, ჩვენა ვართ გამტარი და რაც თავარია ბატონმა ერდოღანმა უკვე მეორედ ამ მოკლე პერიოდში ჯერ დიდგორობაზე ჩაიყვანა ეს პრეზიდენტ დაწოდებული ფეხბურთელი იქ, რომლის სხვათა შორის ერთადერთი მე არ მაქვს მის მიმართ რაიმე ანტიპათია, გულახდილად ვიტყვი, მიმაჩნია რომ ის მონაა და გაგულწილად სიბრავის გრძნობაც მაქვს, მოხდა არა იქ სადაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ საოცარი ის არის, ალბათ შემჩნევდით.
სოფლიოში ყველა პრეზიდენტის მშობლები ცნობილია. ყველა მოქმედი და არამოქმედი. არ ყოფილა პრეზიდენტი და ჩემი მშობლები რამდენჯერ ამოთხარეს საფლავიდან და კიდევ ახლიდან დამარხეს. და ამ კაცის მშობლების შესახებ არავინ არაფერი არ იცის. ყველა ენციკლოპედია დუმს. რა არის დასამალი ღირსეულმა მშობლებმა შვეს შვილი რატომ უნდა დავამალოთ ისინი ჩვენ? ალბათ მიაქცევს საზოგადოება ამას ყურადღებას და თქვენ გულისხმობთ ერდოგანს თუ არა, ყაველაშვილის მშობლებია საერთოდ არ არის ნახსენები. საიდან წარმოვიჩვით ხო? მშობლებიდან მოვდივართ, მე მგონი ხო? ცხოვრებს არ მოვყავთ. რატომ ხო და ერდოღანმა იმ დიდგორობა დღეს წამოგვიყენა ტერიტორიული პრეტენზიები თურქი მესხები გამოაცხადა აკაურებად და მოითხოვა მათი დაბრუნება და რამდენიმე დღის უკან ტერიტორიული არ ყოფილა, მაგრამ აი ესე დაიწყო თურქი მესხების უფლებების კუთხით პირდაპირ ოფიციალურ განცხადებებში. ასე დაიწყო კვიპროსის ოკუპაცია თურქი კიპრიოტების უფლებების დასვით და მათი განსახლებით თურქეთიდან და როდესაც ეს არ დაუკმაყოფილდა თურქეთი შეიჭრა გამოახდინა ჩრდილო კვიპროსის ოკუპაცია დღემდე ოკუპირებულია და ეს ვერ შეცვალა ვერც ევროკავშირმა რომელიც წევრია ხო კვიპროსი ფაქტიურად ვერც ნატომ და ვერავინ იმიტომ რომ თურქეთი უძლიერეს სახელმწიფოა ყველაზე დიდი არმია ყავს მეორე ადგილზე მგონი ნატოში ამიტომ ეს პროცესიც პანთურქული სამყაროს აღდგენის ჩვენს წინააღმდეგ იწყება თუ არ მივიღეთ ზომები ეს რეჟიმი არ მოვიცილეთ არ აღვიდგინეთ ჩვენ გეოპოლიტიკური ფუნქცია ზუსტად ეს ამაზე მინდოდა თუ არ დავიბრუნოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა აი ამიტომაც აქვს შეერთებული შტატების და ევროკავშირის როლი საქართველოსთან მიმართებაში ამიტომაც არის განსაკუთრებული რომელსაც ვერაფერი ვერ შეანაცვლებს რომ ზუსტად ამ ტიპის საფრთხებთან მიმართებაში აღმოჩნდეთ უფრო მეტად წელს. რა თქმა უნდა, მაგათ გარეშე ჩვენ რუსეთი და თურქეთი ისევ გაგვიყოფენ, როგორც გვიყოფდნენ საუკუნეები. თურქეთთან მიმართებაში მაინც უფრო თავშეკავებული მაგრამ ახლა რომ მივიდოდი სკოლაში მასწავლებელი ყავდა ფიზიკის საოცრად დახვეწილი ინტელექტუალები და არისტოკრატია შევაჯამეთ ხო და ის რა ქვია ბუნებრივი ახლა რაღაცას არ ვისწავლით ან დავალება არ გვეწერა და გვეტყოდა ასე რომ ისევის პეტრე ხარ, ისევის პავლე ხარ, ისევის ტყავი გაქვს წამოსხმული. ეს ჩვენს გარშემო არსებული იმპერიები მეგობრებო, გარედან შეიცვალენ, თორე შინაგანად იგივენი არიან, მაგრამ ამას სჭირდება კარგი ეროვნული ხელისუფლება, ამას სჭირდება სწორი, გეგმაზომიერი სტრატეგიული პოლიტიკა შიგნით და გარეთ, ამას სჭირდება საკუთარი ხალხის და ქვეყნის მოყვარული მთავრობა და არა პუტინისგან გამოგზავნილი სატანა, მარიონეტი, სატელიტი, რომლის მიზანია დაიჭიროს, აკრძალოს, დაარბიოს, დაამციროს, ქვეყანა გაანაწილოს, გეოპოლიტიკურ დახზე დადოს, ნაწილებით ჩამოგვაჭრას, ყველაფერი დაუკმაყოფილოს ჩვენს ხარჯზე და საბოლოო ჯამში ჩვენი არსებობა აქ გადააშენოს და ჩაგვანაცვლოს არაბებით, ირანელებით, ავღანელებით, პაკისტანელებით, ნიგერიელებით და ამისათვის ფართოდ გაუხსნა უვიზო რეჟიმი და ევროპასთან დაგვიკეტა უვიზო რეჟიმი, გვიკეტავს. და ეხლა ევროპა სწორად მოიქცა, ხალხს უტოვებენ და აი ამათ ყველას, მათ შორის ჟუჟუნა კოორდინატორებს, ივანიშვილს, პარლამენტს, მთავრობას, გამგებლებს, სულ ყველას და მე თქვენ ნათესავებსაც გამოყრიან ევროპა ამერიკიდან მეგობრებო. ის ნათესავები ჩამოვლენ და თვითონ ამოგხდიან სულს, ნუ ფიზიკურად არა, სიტყვიერად და მორალურად იმისათვის, რაც გაუკეთეთ თქვენ თქვენს ქვეყანას და თქვენს ოჯახებს პირადად. ამიტომ შეეშვით, ჩამოეხსენეთ. აი ხლა რო გაიქცა ის მადაგასკარის პრეზიდენტი. არა და ისეთ სამოთხე ქვეყანას სუჩიტები გალობენ, ლემურები ამ ხეებზე დარბიან, იქ არ არის გათბობის სეზონი და დიდი პრობლემები არ იყო, მაგრამ რაღაცა არ მოეწონა. ხო, გამოვიდა აჯანყდა და მთელი პოლიცია, სპეცრაზმი და ჯარი გადავიდა ხალხის მხარეზე. ეხლა ეს პრეზიდენტი გამოქცეული აქეთ და რამდენიც არ უნდა იყუროს, რომ გადატრიალება მომიწყვეს და ამ დროს ლეგიტიმური იყო ის რეჟიმი. და ეს რეჟიმი ლეგიტიმურიც არ არის. ანუ რო თქვა რომ გადატრიალება მომიწყვო ვიღაცამ, ამას არავინ არ გაიზიარებს, არ ახლა ლეგიტიმური. რა გადატრიალება ეთქვა ვიღაცას უნდა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა. აი ესე მიიღო დასავლეთმა და ამიტომ არის რომ პაპუაშვილის და კობახიძის მოწოდების მიუხედავად არავით არის განცხადება და დაგმობა არ ყოფილა, თუმცა ვიმეორებ მეგობრებო აი ეს რადიკალური მომენტები გასაგებია, ყველა გაბრაზებული ვარ და ის 100,000-ობით კაცი 4-ში გამოსული რუსთაველზე, რა თქმა უნდა, ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა გამოიყვანა და სხვა არაფერმა, მაგრამ მაქსიმალურად დავიჭიროთ ისეთი სტრატეგია, რომ არ მივცეთ პროვოკატორებს პროვოცირების საშუალება, კარგი მებრძოლები და მამულიშვილები არ დაგვიზარალდნენ და ციხეში არ მოხვდნენ, რაც ახლა მოხდა სამწუხაროდ, არ ვიცი მე, ალბათ ბოლშევიკების დროს იყო ეს მხოლოდ. ციხეშია ექიმი, ციხეშია პედაგოგი, ციხეშია სტუდენტი, ციხეშია პოლიტიკური ლიდერები და ციხეშია მსოფლიო ბანიც.
ეს არ ვიცი სად მომხდარა კიდევ. კაცი ღეროდა სოფლის სამყარო ოპერებში და საქართველოს სახე იყო კი რა არის კიდევ. კაცი გახდა იძულებული პოლიტიკური პროცესში გახდა სასოციალური გახდა ისიც. პრობლემურია, იმიტომ რომ პოლიტიკური ლიდერებიც ამ შემთხვევაში როგორც ჩანს ვერ პოულობენ მაინც. და სადამდე მიიყვანა საზოგადოება და ყველაზე საოცარი რა არის ბატონო გიორგი რომ ეს ექსპერიმენტები რაც ახლა აი ხო არის გამონათქვამი ეს გერმანელი მოაზროვნის რომ როცა დაიჭირეს კომუნისტები არ ჩავერიო, როცა მიუვარდნენ ებრაელებს არ დავიჭირეო, როცა მიუხვდენო კათოლიკებს არ ჩავერიო, როცა ჩემთან მოვიდნენ არავინ აღარ მოგხსნამღებიო. ჩვენი დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა. ჯერ ის რო ყავდა წინასწარმეტყველი კვერცხების ბიზნეს რო შეეწიდა ხუხაშვილი, იმის იდეა რომ შუა უნდა გაიკრეფოს. ისე ბატონო შალ თავის დროზე რო დაგთანხმდებოდათ პრემიერობის კანდიდატობაზე, იბარჩენების დროს იქნება ავცილებოდით ამ ყველაფერს. მაგრამ ეს ახსნილი გაქვთ არა ერთხელ და აღარ დავუდგა. მადლობა. შევდები აგერ გლანის ციხეში და იმ ქონებას გამონაწილებდი ბიუჯეტზე. დიახ. დავიმშვიდობ. ანუ ჩვენი დაიწყო, ესე იგი შუა გაიკრიფოს, ჩვენ გვიყავ 2012-ში მე ყველა არჩევნებს გვიყალბებ და ჩვენ აქვს ძღლა პირველები წაგვართვა საბუჯეტო დაფინანსება საარჩევნო კომისიის წევრები უფასო სატელევიზიო რეკლამა 4 წელია 5 წელია ეს ხვები ეს NGO-ები პოლიტიკური პარტიები უყურებდნენ მშვიდად ეგონათ ეს საქმე არ დაიჩოქებდა ამაშია საქმე როდესაც ხედავთ რომ ერთი ადამიანი ზარალდება ერთი ორგანიზაცია ერთი პარტია ერთი სახლი ერთი სოფელი ერთი ქალაქი ყველა მუდამ მოიღოთ ხმა და აღარ წავა ის პროცესი მეტასტაზაში არ გადაიზრდება და განუკურნებელ სტადიამდე არ მივა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი, რომელიც ისტორიული მისიით არის იმპერიებთან მებრძოლი და გამარჯვებული ყოველთვის საბოლოო ჯამში, დღესაც გამარჯვებით დაამთავრებს აი უდიდეს ეროვნულ განმათავისუფლებელ ბრძოლას, მაგრამ თავარია აღვიქვათ ის რეალობა, რომ აქ არაფერი არ ხდება, მეგობრებო. ყველა დარტყმა მოდის გეოპოლიტიკური მოვლენებიდან. ამიტომ აი იმ გეოპოლიტიკურ მოვლენებს უნდა დაუპირისპირდეთ და უნდა ვთქვათ, რომ საქართველო ოკუპირებულია პუტინის რეჟიმის მიერ. თავისუფლება და სუვერენიტეტი დალომბარდებულია კრემლში. ამიტომ მე მოგუწოდებ განსაკუთრებით ჩვენ ემიგრაციას, რომელიც ძალიან აქტიურია ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბრიუსელში, ჩაატარეთ აი ამ მოთხოვნით. რუსებო თავი დაგვანებეთ. ოკუპანტებო გადით. ოკუპანტებო შეწყვეტეთ პოლიტიკური ანექსია. ჩაატარეთ აქციები, არა კი ატარებენ, მაგრამ არა იმ ადგილას, სადაც უნდა ჩაატარდეს. რუსეთის წარმომადგენლობებთან გაეროში ვაშინგტონში რუსებს შვენერი საელჩო აქვს, ერთხელ მქონდა აქცია ჩავატარე. ბრიუსელში წარმომადგენლობა იქ ნატოში და ევროკავშირში, რომ ეს უკვე მსოფლიო ტრენდი გახდეს და მსოფლიომ გაიგოს, რომ ჩვენ ახლა ეს ჭორვილელი გონება ჩლუნგის მსხვერპლი კი არა ვართ. პუტინის მსხვერპლი ვარ და ეს გონება ჩლუნგი დაიქირავა იმისათვის, რომ არ გააჩნია ქართველობა შინაგანად და მზად არის გაგწიროს და გაყვიდოს. ეს უნდა გაიგოს მსოფლიო, რომ ჩვენ დიდ გეოპოლიტიკურ ტალღას ვებრძვით და არა აქ აი ამ ჭინჭილაიმებს, რა ქვია, გაბურძგნული ამ ღვანკითელ აფერის დინარაზე და იმას გაბურძგნული ყობახიძეს. ეს უნდა გავაგებინოთ და აი ამ დონეზე მეგობრებო, ემიგრანტებს თქო განსაკუთრებით გააქტიურეთ ეს პროცესი და ქრისტეს გზა ეს არის მხილება. რო ამხელ იმარჯვებ, რო ამხელ სინათლეზე გადიხარ. ამიტომ ეს დიდი გეოპოლიტიკური საკითხი უნდა გავხადოთ სოფლიო ტრენდი და ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ მეგობრებო, რეჟიმი არის შეშინებული, რეჟიმი არის კუთხეში მიმწვდეული, მას ბევრი დღე აღარ დარჩა, მათ და სამწუხაროდ და ჩვენ და საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია გული არ გავიტეხოთ და რო გულს არ გავიტეხავთ, ამაში დამარწმუნო 4 ოქტომბერმა ხალხის ესეთი ბრძოლის უნარიანმა გამომეტყველებამ და სულიერმა მდგომარეობამ და ეს იყო მართლაც შესანიშნავი შედეგიანი. ანუ პირველად მოხდა, რომ არჩევნები ჩაეშალა რეჟიმს. მადლობა. ხალხის ძალით.